გამოტოვოთ. კატოს საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოები საეთერო სტუდიაში მუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი თამუნა სტუმრად კი გვეწვიდნენ ნინო სირაძე და ალექს კედელაშვილი და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საბჭოთა პერიოდის მოზაიკების შესახებ. ფაქტურად შეგვიძლია ვუწოდოთ თემა, რომ ძირს სიმინდის რესპუბლიკა ხო ამ გადაცემას. საღამომშვიდობისა განსაკუთრებული მადლობა ალბათ ამ შემთხვევაში ნინოს უნდა გადავხადოთ, რომელიც პარიზში მიიჩქარით და მაინც გამონახათ, რომ საიმისოდ რომ ჩვენ ერთად ყოფილიყო. და თქვენ გაქვთ იმდენად განსხვავებული პროფესიები, თვითონ არანაირი შეხება არ გაქვთ. მე ძალიან გამიკვირდა რომ აღმოაჩინე, რომ არანაირი შეხება თქვენ არ გაქვთ ხელოვნებასთან, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელოვნება არის ისეთი რამ, რომელიც არის არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც მას ქმნიან, არამედ მათთვის, ვისთვისაც ქმნიან. ხო, მე პროფესიით IT სფეროში მოღვაწეობ, ახლა ალექსიც ამ სფეროში მოღვაწეობს და უბრალოდ მოყვარული ფოტოგრაფები ვართ და გადავწყვეტეთ, რომ რაღაცნაირად გაგვერთიანებინა ჩვენი ინტერესები და ჩვენი პროფესია, ასე ვთქვათ, და ფოტოები გადაგვეღო, გაგვიკეთებინა ვებგვერდი, სადაც განვთავსებდით ამ ფოტოებს და რაღაც თავს მოვუყრედით ერთიანად ყველა საბჭოთა მოზაიკას. და რაღაცნაირად შევინახავდით ამას ინტერნეტ სივრცეში, იმიტომ რომ დღესდღეობით პრაქტიკულად არ არის ეს სფერო ათვისებული. და ძალიან ცოტა ინფორმაცია არის საბჭოთა მოზაიკებზე ზოგადად და განსაკუთრებით არანაირი ინფორმაცია და ფოტომასალაც ძალიან ცოტა არის საქართველოში არსებულ ამ საბჭოთა პერიოდში შექმნილ მოზაიკებზე. იცით რა, მით უფრო ეს სასახელოდ თქვენ და სასახელოდ მინდა აღნიშნო, რომ ძალიან გამართულია საიტი, მიუხედავად ჯერჯერობით მაინც მიმდინარეობს მასზე მუშაობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ორენოვანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და ანუ არის არა მხოლოდ ინგლისურად, არამედ ქართულადაც, რაც პირიქით უფრო ხშირია. ამავე დროს აქვს თანდართული აქვს რუკა, ეთყობა ორი IT-შნიკი, IT როცა ხდება ერთმანეთს, იქ უკვე სხვა გათვლებიც იწყება, ხო? ხო, ანუ საიტზე ძირითადად ეს ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 2 თვის წინ ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა შემთხვევით მოზაიკას წავწყდით, გადაწყვეტა რომ შეგვეგროვებინა ფოტოები. მერე გადაწყვეტეთ რომ მარტო ფოტოები არ კმარა და მოდი რუკაზეც მოვნიშნოთ ის ადგილები, სადაც ეს მოზაიკები არის განლაგებული და თუ სიტყვაზე ვიღაც მოუნდება რომ იპოვოს თავის ქალაქში სად არის რაღაც ძველი მოზაიკა, მარტივად მიაგნოს ამას და სავიეთ მოზაიკში ესე შეგიძლიათ მოიძიოთ თუ ახლაც დაინტერესდებით, მით უფრო რომ თქვენ ელით ხო იმ ადამიანებს, ვინც ან შემოგეხმიანებიან ან ახალი ფოტოებით ან რაიმე ინფორმაციას მოგაწვდიან. ანუ მეც ჩავერთვე. ზუსტად ამაზე მეც მინდა და გამეკეთებინა აქცენტი. გენდერული დისბალანსის გამო დაგვეჩაგრეთ. ესე იგი, მას შემდეგ რაც ეს პროექტი გავუშვით, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, მათ შორის ქართველებიც, უცხოელებიც, არის ძალიან დიდი დაინტერესება ჩვენ და გასაოცრად ამ პროექტის მიმართ. და ბევრი ადამიანი გვიგზავნის ფოტოებს, გვეუბნება რომ აღმოაჩინეს მოზაიკა თავის ქალაქში, რაღაც გზაზე, სადღაც იპოვეს ახალი ლოკაციები, ასე ვთქვათ და გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. არის საკმაოდ აზარტული, თვითონ ჩემთვისაც ახლა თავიდან რომ დავიწყე, ესეთი ჩართული არ ვიყავი ამ პროექტში. დღეს უკვე ფაქტიურად ვერ ვძლებ რომ ახალი ადგილი არ აღმოაჩინო, ახალ ლოკაციაზე არ გავიდეთ გადასაღებად და ძალიან ისე აზარტულია, თამაშის სახი აქვს, ასე ვთქვათ. თუ ვინმეს ახლა ჩვენ მსმენელებს გაახსენდებათ მოგვაწვდიან ინფორმაციას, ასე ვთქვათ, მათ ამ მოზაიკების შესახებ უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას და გაამდიდრებენ ჩვენ არქივს, რაღაცნაირად დაგვეხმარებიან რომ აღმოაჩინოთ რაც შეიძლება მეტი მოზაიკა, ძალიან გაგვიხარდება, ასე ვთქვათ. განსაკუთრებით რეგიონებიდან, იმიტომ რომ რეგიონებში უფრო გაგვიჭირდება მათი მოწმენა და დარწმუნებული ვარ თბილისში იმდენი არის, რომ ნამდვილად არ მოველოდი და რეგიონებში კიდევ უფრო მეტი იქნება, იმიტომ რომ იქ უფრო შემონახული არის ეს. და უფრო ძნელი არის ჩვენთვის ინფორმაციის მოძიება. ჩვენთვის მოძიება. ძნელი არის ხო რომ მივაგნოთ ამ მოზაიკებს. აი იცით რა, ესე ჩვენ დღეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე კითხვა, რომ აი რა საჭირო ამ ყველაფრის შენახვა, იმიტომ რომ აღარ არის საბჭოთა კავშირი, კი არსებობენ ადამიანები, ვინც ძალიან ოცნებობენ 37 მაინც თუ რა ღირდა ბილეთი არის ლეგენდარული, ვერ დავიმახსოვრე რომ ასახელებენ ხოლმე.
და მე სიმართლე ვკითხავ ძალიან ესეთი მინახავს ხოლმე როცა ან ქუდი ახურავთ საბჭოთა ვარსკვლავით და დაახლოებით ალბათ ისეთივე განცდა მაქვს ზუსტად ისეთ ვერ მექნება თავის თვალსაჩინო მაგრამ მე მგონია რომ ალბათ აი როცა სვასტიკა აიკრძალა დენაციფიკაციის პროგრამით ალბათ ზუსტად ესეთი განცდა ქონდათ იმ ადამიანებს სვასტიკის მიმართ ანუ ძალიან კარგი სიმბოლო იყო თავის თვალსაჩინო ეს იყო მზის სიმბოლო რომელიც სვასტე თუ სწორად მახსოვს თავად მე მგონი მშვენიერ ყოფას ნიშნავს ეს მისალმების ფორმაა ერთგვარი თუ სწორად მახსოვს და მე ბოროტად გამოყენებული გახდა რაღაცა ცუდის სიმბოლო და არასწორად იქნა აღქმული და თქვენ როგორ დამოკიდებულება გაქვთ თქვენი ბავშვობის თქვენ კი ძალიან ახალგაზრდა ხართ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც გახსოვთ როგორც აღმოჩნდა ეს ყველაფერი თქვენთვის ეს იყო უფრო ბავშვობის ნოსტალგია უფრო იმის ინტერესი რომ ეს მაინც ისტორია და უნდა შემორჩეს თუ დაახლოებით არის ანუ დასაწყისში ეს მე ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე პირველი მოგონება არის აღმაშენებლის გამზირზე ყოფილი საელჩოს მოზაიკა და მეორე დელისის მეტროსთან პროპკავშირების შენობაზე ძალიან დიდი მოზაიკური პანო და ძალიან ადრეული ბავშვობიდან მახსოვს ესენი მახსოვს მაშინ 90-იანებში ძირითადად ყველაფერი ნაცრისფერი იყო რაღაც და ეს დიდი რაღაც ფერადი ლაქები ძალიან შთამბეჭდავი იყო მაშინ ჩემთვის როგორც პატარა ბავშვისთვის და მე თანდათან არ მხვდებოდა თვალში ან არ ვაქცევდი ყურადღებას ეხლა მით უმეტეს და ჩემთვის როგორც ბავშვობის რაღაც მოგონებაც საინტერესოა მაგრამ ახლა უკვე სხვანაირად უყურებ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ეს მიმდინარეობა საბჭოთა კავშირის პერიოდში გახდა ძალიან აქტუალური. მანამდე მოზაიკა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხელოვნების დარგი არის და მანამდე სხვადასხვანაირად ვითარდებოდა. ძირითადად რელიგიურ თემატიკაზე იქნებოდა ეს მოზაიკები. და საბჭოთა კავშირის დასაწყისში ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ როგორც წავიკითხე ერთ-ერთ წყაროში ამ დარგს, იმიტომ რომ ასოცირდებოდა პირიქით რელიგიურ ხელოვნებასთან და მე მივხვდნენ რომ ძალიან ეფექტური არის მოზაიკებით გაკეთებული დიდი ფერადი პანოები და გადაწყვეტეს რომ რაღაც აგიტაციის სახე მიეცეთ ამისთვის. საბჭოთა კავშირამდე მექსიკაშიც იყო ძალიან დიდი მოზაიკური პანოები მე-20 საუკუნის დასაწყისში და მე ეჭვი მაქვს დარწმუნებული არ ვარ, იმიტომ რომ არ ვარ ამის ექსპერტი, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ალბათ უფრო იქიდან წამოვიდა ეს იდეა. და ეს რო განვიხილოთ როგორც მოზაიკის ისტორიის რაღაცა განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, იმიტომ რომ მოზაიკა ვითარდებოდა რაღაც დაწყებული თიხის პატარა ნაწილებიდან, რომლებსაც უბრალოდ ღებავდნენ, მაგრამ მე ეს რაღაც ბიზანტიური მოზაიკა იყო, მე ფლორენციული მოზაიკა იყო და თანდათან განვითარდა მე-20 საუკუნეში უკვე სხვა სახე მიიღო ამ ყველაფერმა. საბჭოთა კავშირმა უბრალოდ ეს გამოიყენა როგორც თავისთვის რაღაცა აგიტაციისთვის და ესე კარგადაც გამოვიდა პრინციპში და ჩვენ რაც ვნახეთ თბილისში და არა მარტო თბილისში, ძირითადი თემატიკა არის ეს რა თქმა უნდა საბჭოთა, მაგრამ არის ასევე სიტყვაზე ქართული მოტივები ძალიან ბევრი. აი, მაგალითად ავჭალაში ყოფილი ჩაის ფაბრიკა თუ არ ვცდები, ძალიან დიდი პანო არის, რამდენიმე ათეული მეტრი და სად არის ნამყოფი ავჭალაში ჩაის ფაბრიკაში? ხო და იქ არის ძალიან საინტერესო პანო არის იმ თვალსაზრისით, რომ აქ არის მთლიანად ერთმანეთში არეულის ეს ყველა თემა. არის დაწყებული დავით აღმაშენებელი, სულხან საბორბელიანი, შოთა რუსთაველი, საქართველოს ისტორია არის დაწყებული დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის ჩათვლით და ძალიან სასაცილო არის, იმიტომ რომ არის ისნის მეტროს სადგური, იმიტომ რომ ალბათ მაშინ ახალი აშენებული იყო და ეს რაღაც ამაყად არის გამოტანილი. კიდევ საინტერესო დეტალი არის ჩემთვის როგორც IT სფეროში მოღვაწეთვის, ძალიან ბევრი მოზაიკაზე არის ქალები კომპიუტერებთან და გამომთვლელ მანქანებთან და რაღაც ერთ-ერთი თემა შეიძლება ესეც ნახო რომ რაღაც ფემინიზმი საბჭოთა კავშირში, იმიტომ რომ რაღაც ძალიან აქტუალურია. ქალი მანქანის შემკეთებელი მაგალითად და რაღაც ესეთია. სახელისო არის ესე რომ უყურებ და ამ მოზაიკებიდან გარდა იმისა, რომ თვითონ როგორც მოზაიკური ხელოვნების რაღაცა განვითარების ერთ-ერთ ეტაპად განიხილო, ასევე ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება მოვიძიოთ თვითონ ამ პერიოდის ისტორიაზე და ყოფაზე. და ამიტომ მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინფორმაცია გქონდეს ამის შესახებ. მე ანუ ეს ამ მოზაიკებს როგორც ხელოვნების ნიმუშს მე მგონია პრაქტიკულად არსად არ თვლიან, იმიტომ რომ საქართველოში მით უმეტეს. მაგრამ ამის განადგურება ძალიან დასანანი იქნებოდა.
და თქვენ წინა ცხოვრებაში ალექსი იყო პოლიტოლოგი, ხო და განსაკუთრებით საინტერესო ალბათ თქვენი ხედვა თვითონ ანუ აი სახელმწიფოს იდეოლოგია როგორი იყო? იდეოლოგია ხო თვით როგორი რამ არის, რომ ამტკიცო რომ იდეოლოგია არ არსებობს, ესეც იდეოლოგია და როგორი იყო თვითონ თქვენი თვალსაზრისით, როგორ ხედავთ თვითონ საბჭოთა კავშირის იდეოლოგიას, რაღაცა ეს მონუმენტურობაზე აქცენტი იგივე მე მსმენია რომ ეს მთავრობის სასახლე იმდენ დამწრგუნველი იმიტომაც არის რომ ამაზე იყო სწორედ გათვლილი როცა აშენებდნენ რომ შენ უნდა ჩაგეთვალა რომ აი არაფერი არ ხარ და რომ მთავრობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და ცეკას მდივანია მოციქული მის ну ალბათ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს მიდრეკილება იმისკენ რომ თავისი ასე ვთქვათ როლს გაუსვას ხაზი მასშტაბურობით და ასე შემდეგ რაღაც სხვადასხვა ანუ მაგრამ ამ შემთხვევაში ანუ მოდი ისევ დაუბრუნდები იმ დასაწყის ანუ თვითონ პროექტის მიზანს და მის პოზიტიურ ან ნეგატიურ შეფასებებს რაზეც დავიწყეთ წეგან საუბარი ჩვენი მიზანი არ იყო არანაირად აი წარმოჩენა იმის აი ეს ნეგატიური ხასიათის ან პოზიტიური ან კარგია თუ ცუდია ასე ვთქვათ ის საბჭოთა მემკვიდრეობა და მოზაიკები რასაც ჩვენ ასე ვთქვათ ვიღებთ და ფოტოებზე აღვბეჭდავთ უფრო მეტად ეს არის ფაქტია რომ ეს არის ლამაზი რასაც ჩვენ ვაკეთებთ ასე ვთქვათ მაი რომ გადაავლოთ თვალი ამ ფოტოებს არის ლამაზი და გვინდა რომ არის ისტორიის ნაწილი გვინდა რომ რაღაცნაირად ეს ისტორიის ნაწილი რომელიც როგორც ნინომ წეღან აღნიშნა არანაირ კულტურულ ღირებულებას არ წარმოადგენს შემოვინახოთ ასე ვთქვათ შემოვინახოთ იმიტომ რომ ემუქრება სერიოზულად ასე ვთქვათ გაქრობის საფრთხე თავის დროზე ნუ ეს გამოიყენებოდა საკმაოდ მასშტაბური იყო იმიტომ რომ პროპაგანდისტვის საკმაოდ ისეთი იარაღად გადაიქცა გარდა ამისა ჯდებოდა საკმაოდ ძვირი ამ მოზაიკების შექმნა თავის დროზე საბჭოთა პერიოდში და ალბათ საბჭოთა ხელისუფლება ამით ხაზს უსვამდა თავის ხელგაშლილობას ეკონომიკურ სიძლიერეს და ასე შემდეგ ესე ფართოდ რო გამოიყენებდა ასე ვთქვათ ეს საკმაოდ პირიქით ეს მის ასე ვთქვათ ძალაუფლებას გამოაჩენდა ასე ვთქვათ და საბჭოთა ბუდიში ჩაგეჭრები საბჭოთა კავშირის დაშლის მერე პრაქტიკულად აღარც გაკეთებულა ესეთი მასშტაბური მოზაიკები კეთილი ჩვენ ხა საინფორმაციო გამოშვებას უნდა დავუთმოთ რადიო იმედის ეთერში და შემდგომ ისევ გავაგრძელებთ საუბარს სტუმრებთან ერთად არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე გრძელდება ჩვენ გადაცემის სტუმრები არიან ნინო სირაძე და ალექს კედელაშვილი და ჩვენ ნაცვლად იმისა რომ IT ტექნოლოგიებზე გვესაუბრობთ მათთან ერთად საბჭოთა მოზაიკების შესახებ და თქვენს თუ კი რამე კითხვები გაგიჩნდებათ ან რაიმე აზრის გამოთქმის სურვილი გექნებათ შეგიძლიათ გამოგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778 SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს და SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო, რომლის ვებგვერდის მისამართი SMS კოდი, ტელეფონი კი 219 თქვენ საიტზე არის ძალიან კარგად ესე სხვა კატეგორიებად არის დაყოფილი. მართალია ყველა კატეგორია ჯერჯერობით არ არის შევსებული, თუმცა თქვენ გაქვთ ყველა კატეგორიის ფოტო. ხო, ანუ ეს კატეგორიები იმის და მიხედვით შევადგინეთ დაახლოებით რა მასალაც ქონდა უკვე და ვეცადეთ რომ გამოგვეყო მეტნაკლებად ისეთი კატეგორიები. ჯერჯერობით ყველა ფოტო არ არის საიტზე ატვირთული, მაგრამ მალე შეივსება და კიდევ დაემატება ახალი ფოტოებიც. და დარწმუნებული ვარ კიდევ დაემატება ახალი კატეგორიებიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი მოზაიკა იქნება ალბათ და თემების შესაბამისად ამ მოზაიკებზე იქნება განსხვავებული. აი ალექს მინდა გითხრათ თქვენი აი მასალის გამოყენების სურვილი თუ კი ექნება ვინმეს ანუ ეს როგორ მოხდება ეს რაღაცა გარკვეული საფასურის შემთხვევაში თუ ან და აი როგორ არის ეს ამამბის ჩვენი ფოტოების გამოყენების შემთხვევაში პირველ რიგში გვინდა რომ გავაკეთოთ გამოფენა უახლოეს პერიოდში ჩვენ თვითონ ამიტომ სანამ ჩვენ თვითონ ასე ვთქვათ ამაზე ჯერ კონკრეტულად არ გვიფიქრია სიმართლე რო ვთქვათ არ მგონია რომ თუ ვინმე დაინტერესდება ჩვენი ფოტოების გამოყენებაზე რაიმე პრობლემა შეექმნას თუმცა ნუ რაღაცნაირად ჩვენც გვინდა რომ
ასე ვთქვათ, რაიმე ივენთი გავაკეთოთ, რითიც ამ თემას პოპულარიზებას გავუწევთ და ფოტოებს ასე ვთქვათ, უფრო მეტ ადამიანებს მივაწვით. თუ ვინმე დაგვეხმარება ამ ფოტოების უფრო ფართოდ გავრცელებაში, ძალიან კარგი იქნება. ნუ ჩვენ ამ მომენტისთვის ვიყენებთ ონლაინ არხებს, ასე ვთქვათ, საშუალებებს, ვებგვერდს, Facebook-ს, შეგიძლიათ ასე მოგზაუროთ Facebook-ს, გადაათვალიეროთ თუ რომელიმე ფოტოთი დაინტერესდებით, არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში კომერციული მიდგომა ჯერჯერობით ესეთი რაღაცა არ გვაქვს მაინც და მაინც ამას. Soviet Mosaic-ში არის საიტი ინტერნეტში და Facebook-ში Facebook-საც იგივე სახელით. ხო, მე უფრო ვისარგებლებ საიტით. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ძირითადად Facebook-ს იყენებენ და გრუპებს ნაკლებად. თქვენ ასევე გაქვთ აქ ესე გამოყოფილი ქარხნების საწყობების სკოლები და საბავშვო ბაღები. თქვენ თავად როგორ შენიშნეთ? აი რა უფრო იყო ქარხნებში და საწყობებში უფრო იყო ეს ტენდენცია თუ სახლებზე ნაკლებად? სახლებზე ნაკლებად არის, ძირითადად არის ქარხნებზე, რაღაც ფაბრიკებზე, მაგალითად საქრძეზე იყო ერთ-ერთი ბოლო მოზაიკა, რაც ნახეთ ძალიან ლამაზი ხოთა შორის და ეხლა იქ ფუნქციონირებს ეს შენობა, ანუ მიტოვებული არ არის, რაღაც ახალი კომპანია არის განთავსებული და კარგად არის შენახული მოზაიკაც შესაბამისად. ასევე იმაზე საჯარო შენობებზეც არის სახელმწიფო ანუ რაღაც სხვადასხვა შენობებზე არის შენახული უბრალოდ აქ კი წეღანაც ვამოვდი ეს რაღაცას რომ ბევრი მათგანი ნადგურდება. მაგალითად ბოლო გასვლის დროს 4 ლოკაცია მოვინახულე, სადაც უნდა ყოფილიყო მოზაიკები, აქედან ერთი ადგილი იყო მხოლოდ სადაც მოზაიკა დამხვდა, დანარჩენ ადგილებში ერთ ადგილას იყო ახალი ინვესტორი შესული და საერთოდ იყო განადგურებული ეს მოზაიკა. მე ეს უცხოელი ინვესტორი იყო, ასე ვთქვათ, ეს ღვინის კომპანია იყო, ღვინის ქარხანა უпростоრად ყოფილი საბჭოთა პერიოდში ღვინის ქარხანა იყო, შემდეგ უცხოელი ინვესტორი შევიდა, ეს განადგურდა, გაარემონტეს. მეორე, რომელიც ქართველი მფლობელის, ასე ვთქვათ, საკუთრებაში იყო, მთლიანად დაანგრია, ანუ რემონტი აღარაფერ შუაში არ იყო, უბრალოდ ამან დაანგრია საერთოდ და მოზაიკაც განადგურდა. ნუ აქ საინტერესოა მიდგომა ქართლის და უცხოელის ზოგადად ღვინის ქარხნის მიმართ, მაგრამ ეს მოზაიკაც ფაქტია, რომ დაიკარგა ორივე შემთხვევაში. ანუ ძალიან რთული არის ამ მოზაიკური პანოების შენარჩუნებაც, იმიტომ რომ ეს მოზაიკური პანოები მიბმული არის შენობაზე. შესაბამისად, თუ შენობა არ წარმოადგენს რაღაცა ღირებულს, თუ კარგავს თავის ფუნქციას და მე უკვე მის რემონტს ან რაღაც ახალ ფუნქციას აკისრებენ, შესაბამისად მოზაიკასაც დიდად არავინ არ უფრთხილდება. ანუ არავინ არ ხსნის ამას და არ ინახავს. და ამიტომ დიახცენტ. გაცრავად. მიდგომებთან დაკავშირებით აი წეღანდელ თემასაც დაუბრუნდები, ანუ როგორი მიდგომა აქვს ზოგადად სახელმწიფოს და როგორი შეიძლება კონდეს, ხო? იმ შემთხვევაში თუ რაღაც ეს ხელოვნების ნიმუშია ფაქტიურად ესეც რაღაც ნახატია, ხო? ანუ ჩვენ შემთხვევაში ახლა როდესაც აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკა, აკრძალულია საბჭოთა სიმბოლიკის არსებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, თვითონ ეს მოზაიკები განიხილება არა როგორც კულტურული მემკვიდრეობა, რაიმე სახის საერთოდ, არამედ პირიქით შეიძლება განიხილოს როგორც ის, რაც კანონით აკრძალულია, რომ არსებობდეს და მით უმეტეს არ უნდა არსებობდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, სადღაც სახელმწიფო დაწესებულებებზე და ასე შემდეგ და მისი დემონტაჟის ან მე არ ვარ ექსპერტი ხა კანონებში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ რაცაც გადავხედე, უარის თქმა დემონტაჟზე, სადაც საბჭოთა სიმბოლიკაა გამოყენებული, ჯარიმდება 1000 ლარი ჯარიმით, როგორც ვიცი. ანუ იმის უფლებაც კი არ ექნება შენობის უფლებებს, რომ უარი თქვას ამის დემონტაჟზე, თუ არ ვიცი რამდენად მოქმედია ეს კანონი და რამდენად ეხება ძველ, ასე ვთქვათ, სიმბოლიკას. შეიძლება ეს იგულისხმება კანონში კარგად არაა, მე მგონი განმარტებული, შეიძლება იგულისხმება ახალი სიმბოლიკის, ასე ვთქვათ, შექმნა იგივე, მაგრამ არ მგონი, არ ვიცი. არა და რეალურად ამ მოზაიკებზე მაინც და მაინც მკვეთრად გამოხატული საბჭოთა სიმბოლიკა არის. არის უბრალოდ საბჭოთა პერიოდის ყოფა გამოხატული, ანუ რაღაცა წითელი ვარსკვლავები და არ არის მაინც და მაინც გამოყენებული. უბრალოდ აი ხალხისთვისაც ასოცირდება ამ პერიოდთან და შესაბამისად რაღაც უფრო ნეგატიურად უყურებენ. სხვა თვალით რო შეხედო ძალიან საინტერესოდ შეიძლება იყოს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყოველთვის არ არის ეს თემა, არის ძალიან ბევრი ქართულ თემაზე შექმნილი ამ პერიოდში ძალიან ლამაზი საინტერესო მოზაიკები. ან აბსტრაქტული მაგალითად. მაგალითად საბავშვო ბაღებში არის საბავშვო ბაღებში ძალიან საყვარელი მოზაიკები არის. საერთოდ არაფერი შუაში არ არის საბჭოთა სიმბოლიკასთან. ნუ ამ შემთხვევაში ალბათ მათ ნაკლები საფრთხე ემუქრებათ. არა, თუმცა ალბათ რომც იყოს ამ შემთხვევაში ამ თვითონ გვერდს აქვს ძალიან კარგი მიზანი იმისა, რომ ეს ყველაფერი შემოინახოს იმისთვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ რა ხდებოდა, მათ თავს არ დავიწყდეთ, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან ესეთი ხანმოკლეა ხო მეხსიერება და გავიწყდება რა ხდებოდა. კიდევ საინტერესო ის არის, რომ ახლა ჯერ ახალი პროექტი არის და დავიწყეთ გადაწყვეტეთ, რომ ცოტა ინფორმაციული მხარეც გაგვამდიდრებინა ამის.
ინტერნეტში პრაქტიკულად არის არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ბიბლიოთეკაშიც ძალიან მწირი ინფორმაცია არის ძირითადად ტექნიკაზე, მოზაიკების აწყობის, მაგრამ არ არის აღრიცხული ყველა ქართველი მხატვრის შექმნილი მოზაიკა მაგალითად. ძალიან ცოტა არის დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში მხოლოდ 4 გვარი თუ მოვაგროვეთ ფაქტიურად, იმიტომ რომ აი ესე ზეპირსიტყვიერად თუ ვიღაცა გეტყვის, თორე ისე პრაქტიკულად ვერ მიაგნებ ვისი მოზაიკები არის. არის ერთი ზურაბ წერეთელი, კოკა იგნატოვი ვიცით და მეძმარიაშვილი, რომლის ძალიან ლამაზი მოზაიკა არის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. არასაბჭოთა თემატიკის ძალიან კარგი მოზაიკა არის და და ასევე ვიყავით ეროვნულ არქივში, რომ რაღაც ფოტოები იქნებ გვენახა ძველი მოზაიკების და იყო მხოლოდ რაც ესე მარტივად მივაგენთ, იყო მხოლოდ 4 ფოტო, აქედან ერთი იყო რუსთაველის მეტროს გვერდზე იყო ძალიან ლამაზი მოზაიკა, რომელიც მე პირადად არ მახსოვს, იმიტომ რომ ალბათ უკვე მაგ დროისთვის აღარ იყო, როცა მე მათ მოხვდი პირველად. და თავიდან როგორ ეძებდით ალექს ამ ყველაფერს, ანუ რაღაცა კონდეთ ინფორმაცია თუ ეს უბრალოდ დადიოდით ქალაქში და არიზარებდით, რომ ყველგან მისულიყავით? ანუ იდეა თავიდან უბრალოდ შემთხვევით გადავაწყდით ერთ-ერთ ესეთ მოზაიკას და ვთქვით, რომ რაღაც სასწრაფოდ უნდა გადაგვეღო ეს გაუჩერდით გადავიღეთ და შემდეგ ასე ვთქვათ უბრალოდ იდეიდან წამოვიდა და დავიწყეთ სპონტანური ძებნა, მეგობრებს კითხეთ, სად შეიძლება შემუჩნევიათ თუ არა მოზაიკები სადმე და მაგ ნინას ჰქონდა ერთი შემთხვევა, მისი მეგობარი, რომელიც იმდენად ჩაერთო ხალხი ამ ძებნაში და ნადირობაში მოზაიკებზე, რომ მეგობარი, რომელიც 5 წელი დადიოდა თბილისი რუსთავის გზაზე, ხო? თუ არ ვცდებით სად იყო ეს? ჩემი თანამშრომელი ესე მოვიდა ერთვენია დღეს და იმ გზაზე სადაც 5 წელია დაახლოებით დადის, მითხრა რომ აღმოაჩინა გიგანტური ესეთი პანო მოზაიკური და ვიცი აქამდე არასაც არ მიმიქცევა ყურადღება, იმიტომ რომ ეხლა რაღაც ყურადღებით დავდივარ და აქეთ-იქით ვიხედები და რაღაც ყურებს და ძალიან ხშირად მომდენ სიტყვას მეგობრები მწერენ რაღაც შეტყობინებებს, რომ იცი ახალი მოზაიკა ვიპოვე და მაგრამ ყველა ძალიან ჩაერთო, იმიტომ რომ სახელისოა რაღაც თამაშივით არის რა, ასეთი ხარ ქალაქში და აქეთ-იქით ათვალიერებ ყველაფერს და ცდილობ რომ იპოვო რაღაცა ძველი მიტოვებული, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება მალე აღარც იყოს და რაღაც ძალიან აზარტული თამაშია, ჩვენ მსმენელების თუ ჩაერთვებიან ამ თამაში, ძალიან კარგი იქნება. თქვენ უცხოელებს დაგიკავშირდნენ როგორც? კი, ანუ ამ გვერდის გაშვებიდან 2 დღეში დაგიკავშირდა ფრანგი კარტოგრაფი და ჟურნალისტი არის ფილიპ პრეკასევიჩი, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, რაღაც მუშაობდა კარტოგრაფიაზე თუ არსები და მოგწერა რომ ისიც დაინტერესებული ამ თემით და მუშაობს კიდევაც ამ თემაზე. ოღონდ რა თქმა უნდა ის პოსტსაბჭოთა სივრცის მასშტაბით აგროვებს ამ მოზაიკებს და ცდილობს რომ რაღაც შექმნას. დეტალები ჯერ არ ვიცი, იმიტომ რომ ჯერ მიმოწერა გვაქვს და ზუსტად ვერ გავარკვე, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ეს გამოცდილების გაზიარებაც, რაღაც ინფორმაციის გაცვლაც და ვფიქრობ კარგი იქნებოდა. კიდევ რამდენიც გავარკვიეთ, ერთი ჯგუფი მუშაობს საქართველოშიც, მკვლევარების ჯგუფი, რომლებიც არიან დაინტერესებული ასევე მოზაიკით, თუმცა ამ ჯგუფის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია არ არის გავრცელებული, არაფერი არ დევს ინფორმაცია არც ინტერნეტში, არც სხვა მუშაობის პროცესში არიან და იმედია ეს პროექტი დაგვეხმარება რაღაცნაირად აი ამ ჯგუფის კომუნიკის აწყობაში, რომელიც შიგნით ასე ვთქვათ ინფორმაციას გაცვლის ერთმანეთში და რაღაცნაირად უფრო გამოიტანს ამას საჯაროს გახდის, არ ვიცი. იმიტომ რომ რეალურად არ უბრალოდ ვიცით რომ არსებობენ კიდე რამდენიმე ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ამ თემით, მეტი არაფერი არ არის. მოხდეს გავერთიანებთ ალბათ. აი თქვენ რომელიმე საყვარელი მოზაიკა გაქვთ? თქვენ ნინო, ალექს? მე მაქვს ანუ ბევრი ძალიან კარგი არის, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს საბურთალოს ქუჩაზე არის რაღაც მშენებლობების შიგნით არის კოსმონავტების ძალიან ლამაზი მოზაიკა, რომელიც არის აბსოლუტურად გაუგებარ ადგილას დღესდღეობით, იმიტომ რომ გარშემო არის დიდი მაღალი კორპუსები, ეს არის ეხლა რაღაც მე მგონი მშენებლების სახლი თუ რაღაც სამთაგვარი და წინ არის დიდი მოზაიკური პანო, სადაც არიან 2 კოსმონავტი და ძალიან არ ვიცი რაღაცნაირი მოზაიკა არის ძალიან ვარსკვლავის ფონზე. ხო, ვარსკვლავი რაღაც ისე. დაფრინა. ვერ გაიგებ კოსმოსში არიან თუ წყალქვეშ. თქვენ, ალექს? არ ვიცი, ჩემი საყვარელი მოზაიკა, რამდენიმე მოზაიკა, რომელიც ძალიან მომწონს. სამეცნიერო ბიბლიოთეკის მოზაიკა მომწონს. საკმაოდ ძალიან ლამაზი მოზაიკა, როგორც ვიცი, მისი ავტორი იყო ფაქტობრივად სტუდენტი თუ ახალი კურსდამთავრებული აკადემიის, როდესაც ეს შექმნა. კიდევ ერთი ძალიან პატარა მოზაიკა
ჭვანხუთელის ქუჩა ხო თუ არ ვწდები ნახა ლუკაში ჭვანდიდელის ჭვანდიდელის ქუჩა ზუსტად იქ ძალიან პატარა დეტალია რომელიც ძალიან მომწონს ყოველ დღე რაღაც ახალს პოულობ და თავის ახალი გუშინ გადავიღეთ ერთ-ერთი მეხანძრეების მოზაიკა რომელიც ძალიან ეფექტური იყო და ძალიან მომეწონა ასე ვთქვათ ერთ-ერთ სამაშველო სამსახურის შენობაზე უბრალოდ ყველა მომწონს შენ გაქვს საყვარელი მოზაიკა? არა. კეთილი, ჩვენ სანამ დავემშვიდობებოდეთ ჩვენს მენელს და ნინას გავაცილებდით პარიზში, მანამდე ანუ რა გეგმებია გარდა იმისა, რომ უნდა გავამდიდროთ ჩვენ საიტი ახალი ფოტოებით, კიდევ რაიმე სხვა არ აპირებთ რაიმეს დამატებას? გეგმა გვაქვს, ანუ ფოტოების გარდა კიდევ ინფორმაციულადაც რომ გავამდიდროთ საიტი, უფრო მეტად გავიცნოთ ავტორების სიტყვაზე და ასევე გვინდა რომ გამოვაწყოთ რაღაც გამოფენასავით, უკვე მე როდესაც დასრულდება ინფორმაციულ მხარეზეც მუშაობა. ასევე ვფიქრობთ დავუკავშირდეთ იმ კვლევარების ჯგუფს, რომელიც მუშაობს უკვე ამ თემაზე და რაღაც ერთიანი სახე მივცეთ ამ პროექტს. ის ყველაზე მეტად გვინდა გავაკეთოთ გამოფენა, სადაც მოვიწოთ ავტორებს ამ მოზაიკის რაღაცნაირად გვინდა რომ ამ ადამიანებთან კავშირზე გავიდეთ ან მათი ოჯახის წევრებთან. ამიტომ ზეპირ სიტყვერად თუ მივიღებთ იმ ინფორმაციას, იმიტომ რომ არც არქივებში და არც ბიბლიოთეკაში დიდად არ არის ამაზე, ამიტომ ამაზე მუშაობას გეგმავთ. და კიდევ გვინდა რომ ხალხი ჩავშთოთ ასე თუ ისე ამ თამაშში, ესე ვთქვათ და იხალისონ იმათაც ქალაქში მოზაიკების ძებნით. კეთილი. ჩვენ გაცემა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გაცემის სტუმრები იყვნენ ნინო სირაძე და ალექს კედელაშვილი, ორი IT, რომელიც გატაცებულია მოზაიკებით და მათ აქვს ძალიან კარგი გვერდი სოვიეთ მოზაიკსში. შეგიძლიათ მოიძიოთ, თუ კი დაინტერესდებით და მიუხედავად იმისა, როგორ დამოკიდებულება გაქვთ საბჭოთა წარსულთან, ესეთი სეფტიანი თუ პირიქით არ თუ ისე სასიამოვნო, მაინც ძალიან საინტერესო ამ გვერდის დათვალიერება გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისტორია და ისტორიას კიდე ხოიცით რომ ვერ გადავწერთ და ეს არის მეცნიერება იმის შესახებ, რაც უკვე აღარ არსებობს. მადლობას გიხდით სტუმრად მობრძანებისათვის. მადლობა ჩვენ მსმენელს ყურადღებისთვის, გემშვიდობებით უსმინეთ რადიო იმედს. მადლობა. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე.